სხეველაი გორდებოდა, ნაღრზობაი კეთდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ნაღრზობი ხელი სივდებოდა ოცერცივში. განანძას თუ ესე ებნებოდა, ში აგეთო და აგეთხოვა. აქანამდე სად იყავ ბიჭო? ბანიდან კიღამე გადმოვარდი. ერთ სახე პური მამიტეხე. ვითამ შენცდა დაიკოხო საქმე გავაკეთეო. ერთი კარი მოიბურე ბიჭოჯან ბიჭო. იემან უფრო ხალვათობაა და ასე შემდეგ. ან კიდევ ასეთი სიტყვები. ძმიები, დიები, კლდიები, ვითხვიე, მუღრია, ჩვენებურელი, გადახვარდება, ჰეტე შორიზებულია, ჰაკვანი, ფომი. ჩამოვედით ჯიხარულას, ის კიდე ჩუნჩხას დარჩა. ბაკურიან გადმოვედით და ასპინძას წავედით. რაშიგან, ტყეშიგან და სკოლა. ამგვარად მესხურ ჯავახური კილო იმერხეულთან ერთად შედიან ზემო ქართლში, რომელიც საფუძვლად დაედო მე-11 საუკუნის ძველ ქართულ სალიტერატურო ენას. ეს კილო ნაწილობრივ დღეს შემორჩა მესხურში, ჯავახურში, აჭარასა და იმერხეულში.